გამოცემა Associated Press-ის მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი ამჟამად მუშაობს სპეციალურ იარაღზე, რომლის მთავარი სამიზნე იქნება ბიზნესმენ ილონ მასკის თანამგზავრული სისტემები Starlink-ი, რისი საშუალებითაც დასავლეთის სერიოზულ უპირატესობას ფლობს კოსმოსში და ასევე ეხმარება უკრაინას საბრძოლო ველზე. ეს ინფორმაცია, რომელიც Associated Press-მა მოიპოვა, ეყრდნობა ნატოს წევრი ქვეყნების ორ ქვეყანაზე არის საუბარი, მათ სადაზვერვო ინფორმაციაზე, დამატებითი დეტალები ამასთან დაკავშირებით არ ვრცელდება. როგორც Associated Press-ი წერს, იარაღის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ Starlink-ის ორბიტაზე შეიქმნას რამდენიმე ასეული ათასი მაღალი სიმკვრივის დამაზიანებელი ელემენტის ღრუბელი, რამდენიმე მილიმეტრის ზომის, რომლებიც ერთდროულად მწყობრიდან გამოიყვანენ რამდენიმე თანამგზავრს. ასეთი ინფორმაცია მიიღო სადაზვერვო სამსახურმა, რომელიც მოიპოვა მოგვიანებით Associated Press-მა. დაზვერვის ცნობით, გარდა იმისა, რომ ეს იმოქმედებს დასავლეთის წინააღმდეგ, ამავდროულად შეიქმნება კატასტროფული თანმხლების ზიანი სხვა ორბიტალური სისტემებისთვის. Associated Press-მა გამოითხოვა კომენტარი კრემლში ამასთან დაკავშირებით, სადაც არ გაკეთდა არანაირი კომენტარი, ასევე მიმართა კომპანია SpaceX, რომელიც აწარმოებს კიდევაც Starlink-ს, თუმცა არც SpaceX-ში აკეთებენ კომენტარს ამასთან დაკავშირებით. Associated Press-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები, რომლებიც არ იცნობენ ამ სადაზვერვო ინფორმაციას, ამბობენ, რომ ასეთ იარაღის განთავსება კოსმოსში ნაკლებად არის სავარაუდო და თუ ეს ასე მოხდება, ეს გამოიწვევს უკონტროლო ქაოსს კომპანიებსა და სახელმწიფოებში, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთში, რომლებიც კომუნიკაციებისა და უსაფრთხოებისთვის ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრებზე არიან მნიშვნელოვნად დამოკიდებულნი. ასევე Associated Press-მა კომენტარით მიმართა კანადის შეიარაღებული ძალების კოსმოსური სარდლობის მეთაურს კრისტოფერ ჰორნერს, მისი თქმით, მას ასეთი ტიპის ინფორმაცია არ მიუღია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი შესაძლებელია, რომ მსგავსი იარაღის, მსგავსი პროექტის შექმნაზე ამჟამად მუშაობენ. მასალებში, რომელსაც გაეცნო Associated Press-ი, აღნიშნული არის, რომ არ არის მითითებული, როდის შეძლებს რუსეთი ასეთი სისტემის შექმნას და ასევე არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი და გაიარა თუ არა ამ პროექტმა შესაბამისი ტესტები.